სალამი მეგობრებო ყველას. ეხლა გადავხედე კიდე წამოვიღე რაღაც ნაწერები და საინტერესო რაღაცები აღმოვაჩინე. აი ნახეთ. სუფურცლებში ვარ სულ. ხო და ეხლა წაგიკითხავთ მე თუ რომელ ადგილებში დადიოდა იესო და მიხვდებით თუ სად და რომელ ტერიტორიაზეა საუბარი და ძალიან უნდა იყოთ რომ ვერ მიხვდეთ სად დადიოდა ქრისტე იესო. ეფათა. ესე იგი დავიწყებ იქიდან რომ ამოვიწერე ეს ადგილები სად დადიოდა იესო და რომელ ადგილებში და თან გეტყვით სად შეგიძლიათ მონახოთ ეს ადგილები. ტახტი სეფა არის ესეთი ადგილი, რომელმაც გამახსენა აი ეს ეფათა. ტახტი სეფა არის კახეთში, მაგრამ მარკოზის მე-7 თავის 34 მუხლში მოხსენიებულია რომ ეფათაში დადიოდა იესო ქრისტე. ანუ სადაც ხშირად დადიოდა იესო ქრისტე. მერე ბეთბაგეში დადიოდა, მათეს სახარება 21 პირველში არის ეს მოხსენიებული. აქ საუბარია ასევე სიონის ასულზეც. ანუ აი ამ თავებში 21 მე-5-ში საუბარი არის სიონის ასულზე. სიონის ასულზე. გალილეის ზღვისპირი, ნაზარეთიდან, ეს მოხსენიებულია, ესე იგი, მათეს სახარებაში 21 მე-11-ში, მარკოზის სახარებაში და ლუკას სახარებაში. მარკოსის სახარებაში პირველი მე-9-ში და ლუკას სახარება პირველი 26-ში. ბეთანია, მათეს სახარებაში არის მოხსენიებული. ბეთანია ჩვენ კარგად ვიცით, სადაც არის საქართველოში. გალიც ვიცით, სად არის საქართველოში. ზღვისპირიოთ, ან გეუბნება პირდაპირ რა, გალილეის ზღვისპირზეო. ანუ გალი არის ზღვისპირზე, იცით. მერე ბერაზია, ქართული სახელია, იგივენაირად მოიხსენება ბერაზია, ბერი და აზია. ამას ვერ ვიტყვით, რომ ეს არის იუდეური სახელი, ან ივრითული, ან რამე სხვა ბერძნული ან რაღაც. ეს არის ქართული. ბერი და აზია. მათე სახარება 23-35-ში არის ეს მოხსენიებული. 23 თავის 35 მუხლში. შინყარი დანიელის სახარებაშია მოხსენიებული. 1-2 მიწერია მე-12 თავში. ხო. მოკლედ, ან პირველი თავის მეორე მუხლში, ან მე-12 თავში. მოკლედ, შინყარი არის ქართული. ამას რაც უნდა ბევრი ჭობა, რომ შინყარი არის ქართული სიტყვა. ნაბუქოდონოსორის ღმერთის სახელად მოხსენიებული არის ქალდეველთა საუბარი, როცა ნაბუქოდონოსორი იპყრობს იერუსალემს. თქვენ ალბათ კარგად იცით, რომ ნაბუქოდონოსორი ქართლის მიმდებარე ტერიტორიასთან ახლოს იერუსალიმში, ჩვენ ვისაუბრეთ ამაზე, თუ სად იყო იერუსალიმი და ისიც კარგად ვიცით, თუ სადაც ქრისტე ჯვრის მონასტერზე. აი, როდესაც ქალდეველებზეა საუბარი სახარებაში, ხო? და ნაბუქოდონოსორზეა საუბარი, ნაბუქოდონოსორს იერუსალიმში, იქ დღევანდელ იერუსალიმში არაფერი არ ესაქმებოდა, მეგობრებო, ნამდვილად. არც ქალდეველებს ესაქმებოდათ იმ ტერიტორიაზე, არაფერი. მთელი სახარება გავსებულია ქართული სიტყვებითა და ქართული ტერიტორიებით. და საინტერესოა, რატომ დღემდე ვერავინ ვერ მოტვინა თუ წერილს კითხულობთ. დურას ველი. დანიელის სახარება მე-3 თავის პირველ მუხლში არის. დურას ველი. აი, დურას ველი სრულიად ქართული სიტყვა არის. კაპერნაუმი გალილეასთან ახლოს მყოფ ქალაქში. მარკოზის სახარებაში არის მოხსენიებული პირველი 21. ესე იგი, კაპერნაუმი სადმე ახლოში გალთან
კაპერნაუმის მსგავსი სიტყვა თუ გეცნობათ, ჩემს მაყურებელს ხო მომწერეთ რა. იდუმეადა. მარკოზის სახარების მესამე თავის მე-7 მუხლში. იდუმეადა. ესეც ქართული სიტყვაა. ტვიროსი და სიდონის სანახები. სიდონი ქართული სიტყვაა. სხვათა შორის სიდონის ჯგუფი მე შევქმენი Facebook-ზე და დღესაც ძალიან საინტერესო თემა განვიხილეთ. ჩვენ შევახციეთ უნიში, მეგობრებო. ჩვენ შევედით უკვე უნიში და უნის კარი გავხსენით. აი ხა გაჩვენებთ მე თქვენ ერთ ძალიან მაგარ ამას რა. ჩვენ შევედით უნიში, უნის კარი გავხსენით, აი აქ არის კარი. ეხლა ეს სარკისებურად არის, მოდი ესე გავაკეთოთ რა. უნის კარი გავხსენით და ალბათ თქვენ მიხვდებით, აი რა კარზე არის საუბარი, აი ახლავე გაჩვენებთ, ნახე. ჩვენ ვხედავთ აი აქ ჩვენ ასომთავრულში უნის გასასვლელი აქვს, ხო? და აი ეს გასასვლელი სულ მიკვირდა რა არის, რას ნიშნავს ეს გასასვლელი. რაც უნდა გასაკვირი მოგეჩვენოთ მეგობრებო. ჩვენ მივხვდით დღეს რას ნიშნავს გასაღები და ნახეთ რა გავაკეთეთ. ესე იგი, ქრისტეს ყავდა 12 მოციქული, 12 მოციქული 40 ასობგერით, 40 ასობგერა, 12 საათისებური ხაზი შემოვხაზეთ, იმიტომ რომ ეს არის მთლიანი წრე. მე-12 მოციქული არის ლასი, 30 ვერცხლით, იგივე იუდა. ხო? და აი ამ წრეში რომ ჩავსვით ანი, ბანი, განი, დონი, ენი, ვინი, ზენი, ჰე, ემეროთანი და ასე შემდეგ მან, ნარი, ие, ონი, აი მთლიანი ეს 40 ასობგერა ჩავსვით აი ამ წრეებზე და ნახეთ რა გამოვიდა მეგობრებო. კანფარჯან, ანუ კარფანჯარა გამოვიდა. ეხლა ვიღაცა იტყვის რომ რანაირად დაუკავშირე კარფანჯარაო, გეტყვით ამასაც ν იცვლება ხოლმე ხშირად რთი. კარფან რ ნუთი იცვლება, ანუ კარფანჯარ გვეუბნება რომ აი ამ ადგილზე სადაც აი თქვათ ესი ამოტრიალებული უნი გვაქვს ჩვენ, ხო, აი აქ არის გამსვლელი და შემსვლელი კარი. ასევე ონში არის ეგ, რომელსაც შემსვლელი და გამსვლელი კარი აქვს, აი ზუსტად ამ ადგილზე რა. და აქ არის ის კარიც, ის ფანჯარაც, რომელიც შეგიყვანს და გაგიყვანს. აი ჩვენ მივაგენით, ეხლა 12 ადამიანი მიყურებს და მივაგენით იმ ფორმულას, რომელი ფორმულითაც ქრისტე საუბრობს თუ რატომ არის იგი ანი და ჰოე. მე ადრე ვახსენებდი ხოლმე ამას, რომ აი ეს ასობგერა უნდა იყოს ამოტრიალებული, განი უნდა იყოს ზემოთ მოქცეული და სხვათა შორის აი ამ სქემის მიხედვით მართლაც უნდა ამოტრიალდეს, რომ თავდაყირა არ იდგეს, თავდაყირა იდგა აქამდე ეს უნიკარული. ეს კარი უნის იდგა თავდაყირა, ამიტომ ჩვენ უნდა ამოვატრიალოთ ისე, ამოვატრიალეთ უკვე პრინციპში და დაეწყო მაღლა ამსვლელი კარფანჯარაა გაღებული და არა ქვესკნელში ჩამსვლელი კარფანჯარა, გესმით? აქამდე თუ ქვესკნელში ჩამსვლელი კარფანჯარა იყო გაღებული, ეხლა ავედით ზეცისკენ, ზენისკენ, ანუ 7-ში წავედით. ზენი ჰეში. და აი რაც არ უნდა უცნაურად მოგეჩვენოთ, აი აქ ჩავსვით ჰოე, ური, ფონი და ალი და გამოვიდა რომ ალი ჰოე, ფონური, ურფონი და ჰოელი. მოკლედ სიტყვები როგორც არ უნდა გადმოატრიალო, ორივე მხრივ მიმართულებით, აქ წერია ლihoi, ფონური, ურფონი და ჰოელი. მოკლედ ეს არის ახლა ესეთი ვერსია არის, შავი ვერსია, რომელიც შეიძლება თქვენ ძნელად აღიქვათ, მაგრამ ძალიან აი ამას მე გავხაზავ კარგად და ну ყოველ შემთხვევაში ეხლა რაც როგორ შესაძლებლობას ჰქონდა ამ პირობებში ისე გავხაზე და ისე გავაკეთე, მაგრამ დღეს ჩვენ შევედით უნიკალურში. ანუ ჩვენ შევედით მზის პორტალში, მეგობრებო, და გილოცავთ ამას ყველას.
აბსოლუტურად ყველას გილოცავთ, იმიტომ რომ ძალიან მაგარი რაღაცა არის. აი ახლა, აი ამ ანბანის მეშვეობით ეს არის მატრიცა, მეგობრებო, რომელ მატრიცასაც როგორ დაალაგებ, ისე წავა ცხოვრებაში საქმე. ანუ სრულიად სამყაროში. და შეიძლება ვიღაცებს სასაცილოდ მოეჩვენოთ, მაგრამ აი როგორ არ მაინტერესებს, იცით, თქვენი კარგია იცინეთ თუ გინდათ, მაგრამ ვისაც ესმის ეს ამბები, აი ვისაც ეს ამბები ესმის, იცოდეთ რომ ჩვენ ხელში გვაქვს ყველაფრის გასაღები, იცოდეთ რა, აი ყველაფრის გასაღები ჩაგვიდო ღმერთმა ხელში და გუშინ ისეთი ამბები იყო აქ ცაზე, მერეები დავინახეთ, თქვენ ვერ წარმოიდგენთ, სხვათა შორის ჩემს მეუღლესთან ერთად ძალიან ბევრი ვისაუბრეთ და საინტერესო რაღაცები აღმოვაჩინეთ. მოდი გავაგზავნოთ ახლა ის რომ გილოცავთ იმას, რომ ჩვენ გვაქვს მზის პორტალის გასაღები ხელში ჩაგვიდეს პირდაპირ დღეს. კარფანჯარაც გვაპოვნინეს და უნიკალური შეგვიყვანეს და აი უკვე ჩვენ შეგვიძლია სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით იმ ხალხს, ვისაც მიტაცებული ქონდა ეს ინფორმაციები, ჩააფურთხეო ან შუათითი ვაჩვენოთ. ყოველ შემთხვევაში ახლა გავაგზავნოთ ებრაელების პარპაში ამ დედამიწაზე დასრულდა, გავაგზავნოთ ის რომ ჩვენ ვიბრუნებთ ყველაფერს უკან და დაბრუნებული გვაქვს პრინციპში, უბრალოდ ამას დრო სჭირდება, სანამ ახლა ამ ყველაფერს გაანალიზებს სრულიად კაცობრიობა და სამყაროში უკვე გაშვებულია ეს იმპულსი, ჩვენ ყველანი საქართველოს ტერიტორიაზე, ვინც ქართველები ვართ, ჩვენ ჩაგვიდეს გუშინ, კი არა და დღეს ჩაგვიდეს მზის პორტალის გასაღები ხელში. ეს იმას ნიშნავს, რომ მზის პორტალი უკვე გაიხსნა და აწირა ინფორმაციები მოყვება ამას, ალბათ სასწაულები. ჩვენ ყველა ერთად ვიხილავთ. გავაგზავნოთ ახლა რა ადგილებში დადიოდა ქრისტე კიდევ. ეს არის იდუმეა და ხო ვთქვი უკვე ტვიროსი და სიდონის სანახები. ესე იგი, ეს მარკოზის მესამე თავის მერვე მუხლში არის მოხსენიებული. მერე ღერასენელთა მხარე, მეგობრებო, ასევე ქართული სიტყვაა და ამას ვერავინ ვერ მოგვატყუებს, რომ არის ებრაული სიტყვა. გენერასეთი, უпроსტად გენესარეთიც ასევე არის ქართული სიტყვა. სიროფინიკიელი ზღვის გაღმელი. სიროფინიკიელი, ну არ ვიცი ახლა ქართული ფინიკი უფრო ხო, რატომაც არა ქართულად შეიძლება მოვნათოთ. სიდონის გზის გალილეის ზღვისკენ მიდის. მარკოზის სახარებაშია მოხსენიებული. ეს სიროფინიელი ზღვის გაღმელი მარკოზის სახარებაში მე-7 თავის 26 მუხლშია მოხსენიებული. სიდონის გზის გალილეის ზღვისკენ მარკოზის სახარებაშია მე-7 თავის 31 მუხლში მოხსენიებული. დალმანუთის მხარეში მარკოზის სახარებაში მესამე თავის მე-10 მუხლშია მოხსენიებული. ბეთსაიდაში მარკოზის სახარება მე-8 თავის 22 მუხლშია მოხსენიებული. ესე იგი ბეთსაიდა ქართული სიტყვაა ბეთსაიდა. ფილიპეს კესარიის სოფლები. ესე იგი კესარია ქართული სახელია. ფილიპე რამდენად ქართული სახელია არ ვიცი, მაგრამ მგონი საქართველოშიც არის სახელები ფილიპეს სახელები შემორჩენილი, რომელსაც ფილიპეს არქმევენ შვილებს. მარკოზის სახარება მე-8 თავის 27 მუხლშია ეს მოხსენიებული. ენინში ნათლავდა იოანე, ესე იგი იოანე ნათლისმცემელი ნათლავდა ენინში. ენინი სოფელი სადმე ხომ არ გეცნობათ? აბა გადაუზიარეთ მეგობრებს და კითხეთ ერთი. ენინი ხომ არ ეცნობათ რომელიმე სოფელი საქართველოდან? სალიმის მახლობლად არის ენინი.
იოანეს სახარების მეოთხე თავის 23 მუხლში ეს მოხსენიებული. სამარია იოანეს მეოთხე თავის 24 მუხლშია მოხსენიებული. სიქარი ქალაქი სამარიაში. ესე იგი სიქარი არის სამარიაში ქალაქი. სიქარი. საინტერესო სახელია. გეციმანიის ბაღი. გეციმანიის ბაღი მარკოზის სახარების მე-14 თავის 32 მუხლი. გოლგოთა თხემის ადგილი. თხემის ადგილი. მარკოზის სახარება მე-15 თავის 22 თხემის ადგილი. ნეტა თხემის ადგილი რას ნიშნავს? სირია ლუკას სახარების მეორე თავის მეორე მუხლშია. გალილეა, ნაზარეთი, იუდეა, ბეთლემი, ნაინი. ესენი ყველაფერი ლუკას სახარების მე-7 თავის მე-11 მუხლში არის მოხსენიებული. ხო, როდესაც ვკითხულობ ხოლმე სახარებას, მეგობრებო, თუ კი რამეს ვაკავშირებ ერთმანეთს, ფილიპე ერქვა სოფელში ერთ კაცო, წერს ლამზო, ხო? ალბათ მოხუცი კაცი იყო, ხო? ვიწერ ხოლმე მე ფრაზებს კი არა, რაც თქვა დამომახსოვრდა, აი მაგალითად. არავინ გამოდგება ღვთის სასუფევლისთვის, ვისაც გუთანი უჭირავს ხელში და თან უკან იხედება. აი რას გეუბნებათ, ეს ლუკას სახარების მე-10 თავის 62 მუხლში არის. დუქანი უჭირავს ხელში და თან უკან იყურება. როგორ გაიგეთ ეს თქვენ? ანუ თან საქმეს აკეთებს, გესმის და თან წარსულს უყურებს, რომ რამე აწყოში არ არის, ესე იგი, ხვდები, აწყოში არ არის. მე ესე გავიგე. ანუ სასუფევლისთვის ეს ადამიანი არ გამოდგება, ვინც აწყოში არ არის. წყევლაზე ამბობს, არა იცით ვისი სულისა ხართ. ლუკას სახარება 10:54-56. მამაო ჩვენო, ლოცვა არ გვიცით, ხოლო თქვენ ვინც მისმენთ, გიყვარდეთ თქვენი მტრები და სიკეთე უყავით. ყოველ აი ეს არის საინტერესო რამე რა. ყოველ მამროვანს, რომელმაც განაპოს საშო, უფლის წმინდა ეწოდოს. საინტერესოა ახლა, აი მე ადრე გავიგე ეს როგორ იცით, ყოველი ძე, რომელიც დედის საშოდან იშვასო, უფლის წმინდა ეწოდოსო და ეხლა სულ სხვანაირად გავიგე ეს რა. აი საინტერესო რაღაც, აი ძალიან მაგარი რამე გავიგე ეხლა, აი ამ წამს. ყოველ მამროვანს, რომელმაც განაპოს საშო, უფლის წმინდა ეწოდოს. აბა რა გაიგეთ თქვენ აქედან? ახლა სექსუალურ რაღაცაზე უნდა ვისაუბროთ. ყოველი მამრი, რომელიც ესე იგი განაპოს საშო ქალიშვილთან დაწვეს ალბათ, უფლის წმინდა ეწოდოს და საინტერესოა რატო? უფლის წმინდა რატო უნდა ეწოდოს? თუ ქალიშვილთან დაწვება, ამაგიტო? აი როგორ აბსოლუტურად სხვანაირად გავიგე ახლა ეს წინადადება რა. მორწმუნეების ნიშნები არის ეშმაკებს რომ განდევნიან ახალი ენით, აი ახალი ენით მეგობრებო რა, ძალიან მაგარი რაღაცას ამბობს. ახალი ენით განდევნიან ეშმაკებს. არაფერი არის ახალი ენა თუ არა აი ამ ქართულ ენაში ამოკითხული იმ ენით საუბარი, რასაც ახლა ჩვენ სიდონები ვაკეთებთ მაგალითად. ისეთი ახალი სიტყვები იქნება, რომ აი ჩვენ თვითონაც გაკვირვებულები ვართ რა.
ხო, ამაზე ახლა აღარ დავკონკრეტდები, გავაგრძელოთ. მორწმუნეების ნიშნები ეშმაკებს რომ განსდევნიან ახალი ენით ილაპარაკებენ. ახალი ენით ილაპარაკებენ. ეს არის მორწმუნეების ნიშნები, მეგობრებო, და არა ის რომ შაბათ კვირას ივლიან ეკლესიაში და თავს უტყავენ იმ მღვდლების ხელებს და დაუკოცნიან ხელებს და ფეხებსო რა. ესმით? აი კარგად დაიმახსოვრეთ ესენი რა. ტანისამოსის წილყრა ჯვარცმის შემდგომ. ტანისამოსის წილყრა, ხო, ეს რატო ამოვინიშნე, ხა იცით? გახსოვთ მე რომ ვამბობდი, რომ როგორ შეიძლება მეთქი 4 შაბათ დღეს თუ გასცეს იესო ქრისტე დაიჭირეს და პარასკევს უკვე ჯვარს აცვეს, ხო? აი ამ 2 დღეში ლონგინოსი და ჰელიოსი როგორ შეიძლება მეთქი მომხდარიყვნენ საქართველოსდან იერუსალიმში თქო რა. ანუ ჯერ გზავნილი მაინც ხო უნდა მიიღოთ რომ წასულიყვნენ გზაში და აქედან გამომდინარე ერთ-ერთმა მომწერა რომ არაო ეგენი მერე ჩავიდნენო და რანაირად ჩავიდნენ მერე პირდაპირ სახარებაში გიწერია ტანისამოსის წილყრა მოხდა ჯვარცმის მერე ჯვარცმის შემდგომ იმ პერიოდშივე მოკლედ მაგაზე ვერ დაგვაბავებენ რაც თუნდაც თავზე დადგნენ და ცხვირები იგრიჯონ იესოს შეპყრობაზე რომ არ იმალებოდა მტკიცდება მარკოზის სახარება მე-14 თავის 49-დან 52 მუხლებში. იესო იმალებოდა ხო ამბობენ და არ იმალებოდა იესო რა, არავის არ იმალებოდა, უბრალოდ როცა მოვიდა ჟამი მაშინ დაიჭირეს. ერიდეთ მწიგნობრებს, აი პირდაპირ გეუბნებათ რა, ერიდეთ მწიგნობრებს. მარკოზის სახარება მე-13 და 38 მუხლიდან 42 მუხლამდე. გადასჭამენ ქვრივთა სახლებს. აბა ვიზია საუბარი თუ არა, ისევ და ისევ სასულიერო პირებზე, ხო, ქვრივთა სახლებს არავინ სხვა არ ჭამს. გარდა სასულიერო პირებისა და სახელმწიფო მოხელეებისა, ეგენი ერთი და იგივე ნაგვები არიან. საკუთარი თავის უპატივისცემლობაზე წერს მარკოზის სახარების მე-13 თავის 33 მუხლში 34 მუხლამდე. გიყვარდეს მოყვასი ვითარცა თავი შენი, ხო? მწიგნობარი ეუბნება იესოს. მწიგნობარი ეუბნება იესოს. გიყვარდეს მოყვასი ვითარცა თავი შენი. თუ კი შენი თავს უპატივისცემლობაში ამყოფებ, ამიტომ მე მქონდა თქვენთან საუბარი რამდენიმე დღის წინ, სანამ წამოვიდოდით ზღვაზე, რომ აი რას ვაკეთებ, თქვათ, იქ ვარ, სადაც არ მინდა და მაინც ვარ, ჩემი თავის უპატივისცემლობა გამოდის, ხო? ანუ თუ შენს თავს ტანჯავ, ესე იგი ქრისტეს ეწინააღმდეგები. სხვანაირად თუ ამას არ გააკეთებ, მაშინ სხვებს ატკენ და აწყენინებ, ხო? აი ძალიან ორ ზღვაშუა და გახლეჩილ მდგომარეობაში ვარ მე თვითონ, რომ ვერ გავიგე რა უნდა გავაკეთო ჯერჯერობით, ხო? ესეთი ამიტომ მქონდა საუბარი. კვრეთით აღდგომის არც ცოლს ირთავენ, აღდგომისას არც ცოლს ირთავენ, არამედ არიან ვითარცა ანგელოზნით ცაში. ხო, მამა არავის არ სჯის, აი ნახეთ გეუბნება პირდაპირ, მამა არავის არ სჯის. და რატომ ვატყუებთ ჩვენ ხალხს, რომ ღმერთი დაგვრჩისო, ანუ ძალიან მაგრად ვიტყუებით, მაშინ ჩვენ სხვა ღმერთებს საუბრობთ რა. თუ ჩვენ იოანეს სახარებაში წერია მე-5 თავის 22 მუხლში ეს მამა არავის არ სჯის. არამედ მთელი სამსჯავრო ძეს გადაეცემა. გესმით? ანუ ძეს თუ გადაეცემა, ესე იგი მამა ცალკეა, ხო? მამა არ სჯის, ძეს გადაეცემა. ესე იგი ცალ-ცალკე პირები არიან. აქედან გამომდინარე, ღმერთი კი არ სჯის, ძე სჯის. ხო და აი ძე კი არის იესო ქრისტე, ხო? იესოს მიმდევრებზე ლუკას სახარების მე-10 თავის 49 მუხლი.
ვინც თქვენს წინადადებას ვინც თქვენს წინააღმდეგ არ არის, ის თქვენსკენაა, ამბობს იესო. ეუბნება ლუკას ახარება მეათე თავის 59 მუხლიდან 50 მუხლამდე. აი რო ეკითხებიან, რომ ქალზე რო ეკითხებიან, რომ აი ის მკითხაობსო და თანო შენი სახელით კურნავსო, გესმის და როგორ ჩავთვალოთ ახლა მკითხავიო და თან შენი სახელით კურნავ, ამაზე ეუბნება, რომ ვინც თქვენს წინააღმდეგ არ არის, ის თქვენსკენ არისო, გესმის და აი აქედან გამომდინარე უნდა მიხვდეთ ვინ არის და ვინ არა. ცოლის შერთვაზე აღდგომისას. მათეს ახარება 22 თავის 30 მუხლში წერია ცოლის შერთვაზე აღდგომისას. რა წერია რა მოდი ახლა ვნახოთ. მაინტერესებს. ესე იგი სადო მათეს ახარებაშიო. მათეს ახარების 22 თავის 30-ში. რამე თუ აღდგომასა მასა არცა იქორწინებდიან, არცა განქორწინებდნენ, არამედ ვითარცა ანგელოზნი ღვთისანი იყვნენ ცათაშინა. ხოლო აღდგომისთვის მკვდართა ისა არა აღდგომი კითხავსა. უკაცრავად. ხოლო აღდგომისათვის მკვდართა ისა არა აღმოგიკითხავსა თქუმული იგი ღმერთს სამიერი, რომელსა იტყვის. მე ვარ ღმერთი აბრაამისი და ღმერთი ისააკის და ღმერთი იაკოვისი. არ არის არცა განქორწინებდნენ. აი ნახეთ, პირდაპირ გეუბნება რა. რამე თუ აღდგომისას არცა იქორწინებოდიან, არცა განქორწინებდნენ, არამედ ვითარცა ანგელოზნი ღვთისანი იყვნენ ცათაშინა. ანუ ნახეთ სულ სხვანაირად წერია ახლა აქ. ეს არის ძველი ქართულით. არამედ როგორც ანგელოზნი ცათაშინა კი არ იქნებიანო, კაცო. არცა განქორწინებდნენ, არამედ ვითარცა ანგელოზნი ღმერთისანი იყვნენ ცათაშინა. ანგელოზი იქნებიანო, ღმერთი ცათაშინაო, გესმით? რას ამბობს? ადამიანებზე ამბობს, რომ ესენი იქნებიან ანგელოზებიო, ცათაშინაო. ესე იგი ნახეს, რას გვეუბნება, რომ ცა სადღაცა სხვაგან კი არ არის. ცა არის აქ. ეს რა არის რა შე? ანუ ხვდებით რა საინტერესო წერია, რამე თუ აღდგომასა მას არცა იქორწინებოდნენ, არცა განქორწინებდნენ. ანუ ერთად არიან, მაგრამ არც ქორწინდებიან და არც განქორწინდებიან. არამედ ვითარცა ანგელოზნი ღვთისანი იყვნენ ცათაშინა. ანუ ვითარცა ანგელოზნი ცათაშინა არიან, ისე იყვნენ კი არაო, არამედ ცათაშინა არიან უკვე ანგელოზნებიო. ადამიანებზე ამბობს, გესმით რას ლაპარაკობს ხალხო? აი სრულიად წარმოუდგენელი რაღაცა იხსნება ეხლა. ჩვენ გვეუბნება ქრისტე ამით, აი ზუსტად ამ თავით, მათეს ახარება 22 თავის 30 მუხლში, რომ ცათა სასუფეველი არც მაღლაა და არც დაბლა, ხო ამბობს, რომ ვიდრე ფრინველებს დაუწყებდეთ, ისა ცაში დაიწყებდეთ ყურებას, ფრინველები შეგასწრებენო და ვიდრე თევზებს დაუწყებდეთ ყურებას, წყალში დაიწყებდეთ, თევზები შეგასწრებენო. ანუ გვეუბნება ცათა სასუფეველი სად არის ხალხო? აქ არის. აქ არის, ადამიანებსაც შეუძლიათ, როგორც ანგელოზნი ისე იცხოვრონ. აი არამედ აღდგომასა მასა არცა იქორწინებოდის, არცა იქორწინებიან. ესე იგი თუ კი ადამიანები აღდგებიან, ქორწილი და რაღაცა იქ ჯვრის წერე და ყველაფერს ხაზი ესმევა უკვე,
და მთლიანად გეუბნება, რომ უკვე ცათასასუფეველი მკვიდრდება დედამიწაზე. კიდევ ერთხელ დავაზუსტოთ, ხო? ძალიან საინტერესო რაღაცა ახლა ამოვიკითხე, მაგარი რაღაც ამოვიკითხე რა. გეუბნებით, ეხლა სულ სხვანაირად, ეხლა არის მზის პორტალი გავხსენით რა. აი, უმაგრესი რაღაც მოხდა. თქვენ ვერ წარმოგიდგენთ, ეხლა არის დაწყებული თან სირიუსი შესული არის ლომის ზოდიაკოს ნიშანში. სირიუსი იცით რომელი? ესა სირიუსი გაცრავთ. ცისხლის ვარსკვლავი. შესული არის მზის ლომის ზოდიაკოს ნიშანში და ლომის ზოდიაკო არის მზის პორტალი ხალხო. და მზის პორტალი გაიხსენეთ რა, რომ თამარს ვეფხის წყალსანში ლომს ადარებს შოთა რუსთაველი და ლომს იმიტომ კი არ ადარებს, რომ მაგარი ცხოველია ლომი, ლომს ადარებს, იმიტომ რომ ასტროლოგიურად იყვნენ ისინი მაშინ ძალიან გათვითცნობიერებული და იცოდნენ რას ლაპარაკობდნენ. როდესაც ლომსში სირიუსი არის შესული, მაშინ მთლიანად ცნობიერება უმაღლეს დონეზე ამოდის. წარმოიდგინეთ, რომ მთელი ვარდი იფურჩქნება რა. ეს ვარდის გაფურჩქნელს კიდე ვილაპარაკეთ, უკვე ვისაუბრეთ რას ნიშნავს. მთლიანი კოსმიური ცნობიერება ჩამოიტვირთება ეხლა. ხო. ეხლა რაც შეეხება იმას, რომ აი ამ ყველაფერს საერთოდ მუშავებთ კიდევ ერთხელ და კიდევ 10 ჯერ, ხო? და სრულიად ჭეშმარიტებამდე მივალთ. აი სწორედ ეგ ხდება ეს. აი ნახე ურჩთა ნუგეში, როდესაც ჯიუტობ მამის სიტყვის შესრულებას. მათ ესახარებაშია 20 ეგ იმდენად არ მაინტერესებს ახლა. პატრიარქის ამპარტავნებას ამხელს იესო, მათ ესახარება 20 აბა ვნახოთ რა სამხელს, მაინტერესებს. მარკოზი, ესენი ამოვწერე როდის იცით მეგობრებო, აი არ ვიცი, რამდენიმე წლის წინ და ეხლა ისევ გააქტიურდა და აბა რაზე ამხელს პატრიარქს მაინტერესებს. ესე იგი 21, მათე 21. აბა რა დავინახე მაშინ. აწვით არ გონებთ თქვენ, კაცთა ვისმე ესხნეს ორძე, მოვიდა პირველისა მისდა რქვა, შვილო, წარვეთ დღეს და იქ მოდე ვენახსა ჩემსა. მოიცა, აბა 20-ში წავიკითხოთ. და მიუგეს იესოს და რქვეს, არა უწყით რქვა მათე მანცა, არცა მე გითხრა თქვენ, რომელთა ხელმწიფებითა ვიქმ ამას. აწვით არ გონებთ თქვენ, კაცსა ვისმე ესხნეს ორძე, მოვიდა პირველისა მისდა რქვა, შვილო, წარვეთ დღეს და იქ მოდე ვენახსა ჩემსა. ხოლო მან მიუგოდა რქვა, არამნებავს, ხოლო უკანასკნელ შეინანა და წარვიდა. ანუ უკანასკნელ შეინანა და წავიდა. პირველმა უთხრა არაო, შეეწინააღმდეგა, მეორემ კი უთხრა, რომ შეინანა და წავიდა. და მოხდა მეორესა მას და რქვა ეგრეთვე, ხოლო მან მიუგოდა რქვა, წარვიდე უფალო და არა წარვიდა. ვინ ორთა ამათგან მან ყოვნება იმამისა თვისაი, რქვეს მას, პირველმა მან, რქვა მათ იესო, ამენ გეთქვენ, თქვენ რამე თუ მეზვერნენი და მეძავნი, წინა გიძღოდიან თქვენ სასუფეველსა ღვთისასა. რამე თუ მოვიდა თქვენ და იოვან გზითა სიმართლისაითა და არ აგრწმენიან მისი, ხოლო მეზვერეთა და მეძავთა რწმენა მისი. ანუ ამოტრიალებულია ყველაფერიო რა. თქვენ იმათი გჯერათო,
ვინც მეზვერე მაშინ იყო, როგორ იცი, აი ძალიან პრესტიჟული პიროვნება, რომელსაც ყველა შესცისინებდა თვალებში, მეზვერე მოვა, ჩამოივლის, გამოგართმევს ფულს და აბა ერთი არ ქონოდა ფული რა, ნუ იქ რაღაცა მოლაპარაკებები, ყოველ შემთხვევაში მეძავები რატო არის აქ მეზვერებთან ერთად ნახსენები, იცით, მეძავებთან როგორც დღეს ისე მაშინ დადიოდნენ კაცები, ანუ არ იყო რა სიწმინდე არასდროში, ხო და საინტერესო ის არის, რომ ამ მეძავების უფრო სჯეროდა ხალხს და დღესდღეობითაც იგივეა. მეძავი არის მედია, რომელიც რომელიც დღესდღეობით მეძავობს, ანუ თავს ყიდის რა. რასაც გადაუხდიან იმას ამბობს, იმის უფრო გჯერათ, ვიდრე ისეთი ადამიანების, როგორც ახლა ჩვენ ვართ Facebook-ზე გამოჩენილი სინათლის მძებნელები და ადამიანი, რომელიც პირველს აყენებს თავის თავს, უწევს მინდოს ვიდაუნეთ. არა ესე აი იმის უფრო გჯერათ თქვენ. ხომ დაგინიშნათ გადასახადი ეკლესიამ, ანუ გამოგიქვითათ სამუშაოებიდან ფული და მე ეს ფული რო შედის მათთან, მე ისინი ძალიან მაგარ საქმეებს აკეთებენ, მაგალითად როგორიც არის ჯიპებს ყიდულობენ და პამპერსებს ყიდულობენ ილიას რა და იმას $800 ფეხსაცმელებს ამას არ გავმაზავ არც ერთხელ. სულ ყოველთვის ვახსენებ. ხო და ამათი უფრო გჯერაო, ეუბნება ქრისტე, ამათი უფრო გჯერათო, ვიდრე იმათი, ვინც იოანე მოკრძალებულად ცხოვრობს ტყეში, ღრეში, უდაბნოში და იმისი არ გჯერა, იმიტომ რომ ის ბანძია შენი თვალში. გესმის? შენ თვალში ბანძია, იმიტომ რომ იმას მაგარი მანქანა არ აყავს. ხო მაგარი ვირი არ ყავს, ან მაგარი ცხენი არ ყავს იოანეს, გესმით? და არც ძალიან აქლემის ტყავის ფეხსაცმელები აცვია. კიდე არის სადღაც მარკოზის სახარება 10-18. მარკოზის სახარებაში უნდა ვნახო ახლა კიდე იქაც ამხელს პატრიარქს. აბა მარკოზი ვნახოთ. მარკოზის სახარება 10. და 10-18 მუხლი, 10 თავი 18 ხოლო იესო რქვა მას, რა ისა მეტყვი სახიერით, არავინ არ სახიერ, განა ღმერთი მხოლოი, მცნებანი იცნი, თუ კაც კლა, მოიცადე 44-მდე, ოკეი, 44-მდე. ცნებანი იცნი, თუ კაც კლა, ნუ იპარა, ნუ ცილსას წამებ, ნუ დააკლებ კეთილის ყოფად, პატივ ეც მამასა შენსა და დედასა შენსა, ხოლო მან მიუგო და რქვა მას, ესე ყოველი ვყავ სიჭაბუკით შემთაგან რაითაღა მაკლს მე, ხოლო იესო მიხედა და შეუყვარდა იგი და რქვა მას, უკე თუ გნებავს სრულყოფაი, ერთიღა გაკლს შენ, წარვედი და რაოდენი გააქვს განიყიდე და მიეც გლაყაკდა და გაქუნდეს საუნჯეთ სათაშინა, აღიღე ჯვარი და მოვედა შემომიდეკ მე. ხოლო იგი შეწუხდა ამის სიტყვისთვის და წარვიდა მწუხარე, რამე თუ აქ უნდა მონაგები ფრიად და მიმოიხილა იესო და რქვა ამოწაფეთა თვისთა, ვითარმე ძალიან შევიდეს ძნელად შევიდეს სასუფეველსა ღმრთისასა, რომელთა აქვს საფასე. ხოლო მოწაფეთა დაუკვირდებოდეს სიტყვასა ამასა ზედა, ხოლო იესო კვალად მიუგო და რქვა მათ, რაოდენ ძნელა არს, რომელიც საფასეთა ესვენ, შესვლა ის სასუფეველსა ღმრთისასა. უგადვილეს არს აქლემი ყურელსა ნემსისასა განსვლად, ვიდრე მდიდარი შესვლას სასუფეველსა ღმრთისასა. ყურელსა ნემსისასა განსვლად. ესე იგი, ნახეთ როგორ რაღაცა, აქ პირდაპირ ამხელს რა. ადამიანს, რომელსაც ამხელა ქონება აქვს, ვერ შევა. ნახეთ, აქ როგორც ფულადი საკითხია, ისე პატივმოყვარეობაა. პატივმოყვარეობაში მყოფი ადამიანი, რომელსაც აგერ პირდაპირ გეუბნება, რომ მომემსახურეთ და
უწმინდა სიუნეტარის მიწოდეთ და თანაც რომ $100 ფეხსაცმელად ჩამოთვიდო, აი ესეთი ადამიანისთვის ძალიან რთული იქნება სასუფეველოდ შესვლა. ხოლო მათ უმეტესად განკვირდებოდა და იტყოდა ურთიერთას და ვის ძალუც ცხონებად მიხედა მათ იესო და რქვა კაცმა, აი ძალიან მაგარია ძველი ქართული ენა, იმიტომ რომ სწორი, ჩასწორებული სიტყვებია უკვე რა. აი ამით რომ ვასწორებთ ახლა ჩვენ სიტყვებს, პრინციპში აქ უკვე ჩასწორებულია და რომელიც ვთ შეიცვალა, ისე უნდა შევცვალოთ თ, იმიტომ რომ დამახინჯებული ენით ქრისტეს ჩვენ ვერ შევხვდებით. ჩვენ ქრისტესთან თუ საუბარი გსურს, ჩვენ უნდა აღვადგინოთ ეს ძველი ქართული ენა, როდესაც ქრისტე მოვა და დაიწყებს საუბარს, ჩვენ მას სასაუბროდ შეგვეძლოს სიტყვების გამართულად მასთან. სირცხვილია ეხლა პატარა ბავში დედა ლაიკო ესე ხო დაუწყეთ ლაპალაკს ხო ქრისტეს. აი ესე წარმოიდგინეთ რომ მისთვის ესე ჟღერს მე როდესაც ჩვენ უნდა ვთქვათ ქვა, უნდა ვთქვათ ქუა და ვთქვით ქვა. ანუ აბსოლუტურად ეგრე ჟღერს. ლაიკო დედა, აი ესეთი სიტყვებით რა, წარმოიდგინეთ მაგალითად სიტყვა და არა სიტყვა. ჩვენ თუ ქრისტესთან წინაშე წარვდექით და თქვით, იცი რა ქრისტე, აი ჩემი სიტყვის ძალა და წარმოიდგინე რომ ბავშვმა გია, დედიკო, ჩემი სიტყვის ძალა, ესე ჟღერს მისთვის. წარმოიდგინეთ რა, უბრალოდ წარმოიდგინეთ რა ბანძები ვიქნებით მის წინაშე, რომ ესეთი ჩვენ თუ აი ამ ენას არ ვისწავლით, ხო? ამენით ვერ შევალთ სასუფეველში. ანუ ქრისტეს ვერ გაუბავთ საუბარს. თუ გაუბავთ საუბარს, ძალიან პაწიწუნები ვიქნებით მის თვალში, ხო? მიხედა მათ იესო და რქვა კაცთა მიერ შეუძლებელ არს, არამედ არა ღმრთისაგანც, არამედ თუ ყოველივე შესაძლებელ არს ღმრთისა მიერ. იწყო პეტრე სიტყვად მისა და რქვა, აჰა ესე რა ჩვენ დაუტევეთ ყოველივე და შეგიდექით შენ. მიიგო ეს იესო და რქვა მათ, ამენ გეთხვ თქვენ, არავინ არს რომელმან დაუტევა სახლი გინა ძმანი, გინა დანი, გინა მამაი, გინა დედაი, გინა ცოლი, გინა შვილნი, გინა აგარაკნი ჩემთვის და სახარებისა ამისათვის. აი ნახეთ რა მაგარ რაღაცას ეუბნება რა. ამენ გეთხვენ, არავინ არს რომელმან დაუტევა სახლი გინა ძმანი, გინა დანი, გინა მამაი, გინა დედაი, გინა ცოლი. არავინ არ არსებობს რა, ვინც ჩემს გამო დაუტევაო. მარტო იმ დროში კი არ ამბობს ეს ამას ქრისტე. დღეს ჩვენ გვეუბნება ამას რა, არ გეგონოთ თქვენ თავი ქრისტიანებიო რა. უკვე თუ არა მოიღოს 100 წილი აწ ჟამსა ამასა სახლსა და ძმანი და დანი, მამაი და დედაი და შვილნი და აგარაკნი შემდგომად დევნისა და საუკუნესა მას მომავალსა ცხოვრებაი საუკუნოი. დევნისა და აი ესე იგი და თუ ან უკვე თუ არა მოიღოს 100 წილი აწ ჟამსა ამასა სახლი და ძმანი და დანი, მამაი და დედაი და შვილნი და აგარაკნი შემდგომად დევნისა და საუკუნესა მას მომავალსა ცხოვრებაი საუკუნოი. ხოლო მრავალნი იყვნენ პირველნი უკანასკნელი და უკანასკნელი პირველნი. არა მოიღოს 100 წილი აწ ჟამსა ამასა სახლი და ძმანი. ანუ ნახე მე როგორ გავიგე ეს რა, მე გავიგე ესე რომ თუ ამას არ გააკეთებს ადამიანიო, ხო, არავინ არ არისო ჯერჯერობითო ვინც წამოყვაო და თუ ამას არ გააკეთებსო, ჟამნი ამას მაინც გააკეთებინებენო რა. გესმით რა შეასაქმე? ანუ არა ნებითა შენითა, თუ არა ნებითა შენითა ძალითა, ხო? და აგარაკნი შემდგომად დევნისა და საუკუნესა მას მომავალსა ცხოვრებაი საუკუნოი. ხოლო მრავალნი იყვნენ პირველნი უკანასკნელი და უკანასკნელი პირველ.
და იყვნენ გზასა და აღვიდოდეს იერუსალიმს და იესო წინა უძღოდა მათ. ხო, მე მიდიოდნენ და დაუკვირდა მოწაფე და ხოლო იგინი მისდევდნენ მას და ეშინა და წარმოვიყვანა კვალად 10. ნახე. ადიოდნენ იერუსალიმში და ახვიდე. ესე იგი აღმართი უნდა აიარო. გესმით? და თქვენ თუ იერუსალიმში ნამყოფი ხართ, მე არ ვარ მაგალითად ნამყოფი, მაგრამ ვიცი ხა იქ ვიდეოებში მინახავს როგორი მდგომარეობა. არსად არ ადიხარ იქ. შედიხარ იერუსალიმში. და აქ ადიხარ იერუსალიმში. გესმით? და იერუსალიმში რო ახვიდე, აქედან გამომდინარე მე ხო ვფიქრობ, რომ დაჟე ქართლის ტერიტორიაზე ქართლოსმა რომ დაუთმო იუდეველებს ტერიტორია, ხომ არ იყო მეთქი ის ჯვრის ტერიტორია მთლიანად მაღლა და იქ ხო არ იყო იერუსალიმი და არა აქეთ მხარე, სადაც სიონი რა შოშია, შვეტი ცხოველია. სავარაუდოდ ეხლა აი აქედან გამომდინარე მე ვასკვნი იმას, რომ იერუსალიმი იყო იქ, სადაც ჯვრის მონასტერია მაღლა გაკეთებული. გესმით? ანუ იქ რაღაც ტერიტორია მიიღეს ამ იუდეველებმა, სადაც მე შესწირეს იესო ქრისტე. მაგრამ საინტერესო რა არის, იცით მეგობრებო? საინტერესო ის არის, რომ ესენი მიდიან გზაში არიან და ადიან. ჯერ არ ასულან, მაღლა არის იერუსალიმი სადღაც. ანუ გზაზეც კი არ არის, სადღაც მაღლა არის იერუსალიმი. აბა ეხლა შედი იერუსალიმში, არსადასვლა არ მოგიწევს იქ. ანუ აღარ გვინდა ამაზე საუბარი რა, ბევრი რო არ ვილაპარაკოთ. ეხლა ფილიპის სახარებაშიც ამ ხელს ქრისტე შედგეს ვიდან თქვენ. ფილიპეს სახარებაში 2:70. აბა ვნახოთ ფილიპე აქ არ არის. ფილიპე არის იქ გნოსტიკურ სახარებაში, ხო? ოკეი, კაი, აქ ვერ ვნახავთ ესე იგი. ხო, ანუ მივხვდით ხო სადამხილა ილია მეორე ქრისტემ სიმდიდრეში. დიდარი კაცი იქვე შევა. ეხლა ვიღაცა მეტყვის რომ აბაზა და გილიას თავისი არაფერი არა აქვს. ბებია თქვენისამ არა აქვს. მილიონები უდევს იქ თეთრუა შენს და ქვეყანაში გაჭირვება. კაი, დავანებოთ თავი ხა მაგ პატრიარქზე აღარ გვინდა უკვე ნერვების შლა და ენერგიის განაწილება. აღარ იმსახურებს ეგ რომ მიუვიდეს ჩვენგან ენერგია. ქრისტე რომ მღვდელმთავრებმა და მწიგნობრებმა მოკლეს მათეს სახარებაში არის ეს დაგეგ მათე 20. მათე მათეზე ახლა ერთი რამე გამახსენდა გუშინდელი ამბიდან და გამეცინა ამიტომ 18-დან მე 79-მდე აუ რამდენი ყოფილა წასაკითხი. აჰა ესე რა აღვალთ იერუსალიმთ, აი აქაც წერია. აჰა ესე რა აღვალთ იერუსალიმს და ძეკაცი, აი იერუსალიმ პირდაპირ ჰეთი წერია, ჰემერვეთი წერია. ელასურეი. კაი, უკუღმა წავიკითხე. აჰა, ესე რა აღვალთ იერუსალემ და ძეკაცისა მიეცეს მღვდელთ მოძღვართა და მწიგნობართა და დასაჯონიგის სიკვდილად. ანუ ეუბნება ქრისტე რა. მოდი ცოტა ერთი მუხლით წინ გადავალ. დავითარცა აღვიდოდა იესო იერუსალემთ. წარიყვანა 12 იგნი მოწაფენი. თვისაგან და მგზავრ ეტყოდა მათ.
ანუ იესომ უთხრა მათ, რომ როგორც კი ავალთო მწიგნობარი და მღვდელთ მოძღვართა და მწიგნობართა და დასაჯონ იგი სიკვდილად. პირდაპირ უთხრა, რომ მომკლავენო რა. და მისცენ იგი წარმართთა კიცხვად და ტანჯვად და ჯვარ კი არა მეგობრებო, ჯვარ ცუმად. ანუ ჯვარ ცუმად და არა ჯვარცმად. გამმართოთ, სიტყვები გამმართოთ რა. ტანჯვად და ჯვარ ცუმად. ესე იგი ვიც არსებობს და უც არსებობს. ანუ ცუმად რას ნიშნავს ახლა, ხო? ცუმად კიდე ცომს ხომ არ გახსენებთ. და მესამესა დღეს აღდგეს. მაშინ მიუხვდა იესოს დედაი ძეთა ზებედესთაი და ძეთა მისთა თანა თაყვანისცემდა მას და ითხოვდა რასმე მისგან. ესე იგი მაშინ მიუხვდა იესოს დედაი ძეთა. ხოლო თავადმა თქვა მას, რა იგნებავს, თქვა მას, თქუ, რაითა დასხდნენ ორნი ესე ძენი ჩემნი, ერთი მარჯვენით შენსა და ერთი მარცხენით შენსა, სასუფეველსა შენსა. იუგა ისე და რქვა მათ, არა იცით რასა ითხოვთ. ძალგიცა შესუმათ სასმელი, რომელიმე მეგულების შესუმათ. ანუ ნათლის ღებაი, რომელი მე ნათელ ვიღო ნათლის ღებად, ხოლო მათ რქვეს ძალგვიც. აჰა, აი ნათლის ღებაში რას გულისხმობს მეგობრებო? ჯვარცუმას. როდესაც აი ამ ვაჟების დედა ეუბნება ქრისტეს, რომ აი ჩემი ბავშვები, ჩემი შვილები წაიყვანეო და შენს გვერდით დაჯნენო, ერთი მარცხნივ, ერთი მარჯვნივ, ეუბნება ქრისტე, რომ არ იცი რას ლაპარაკობო რა, იმიტომ რომ ეს ჩემი სასმელი მე უნდა შევცვალო, გესმით? ეს არის ჩემიო. და ანუ ნათლის ღებაი, რომელი მე ნათელ ვიღო ნათლის ღებად. იოანეს ნათლის ღება არ ითვლება მეგობრო ნათლის ღებად. ნათლის ღება ითვლება ის ნათლის ღებაზე, რაზეც ქრისტე გვესაუბრება, რომ ცეცხლით მოგნათლავთო, ხო? აი ცეცხლის მონათლა რა არის? ცეცხლით მონათლა. ცეცხლის მონათლა არის სასმისის შესმა. სასმისის შესმა რა არის თუ არა? ჯვარცმაზე წასვლა. ჯვარცუმაზე წასვლა. გავმართოთ სიტყვები. რქვა მათ იესო, სასმელი და არა სასმელი, სასუმელი სამე, ჩემი შესვათ და ნათლის ღებაი, რომელი მე ნათელ ვიღო, ნათელ იღოთ, ხოლო დაჯდომაი მარჯვენით ჩემსა და მარცხენით, არა არს ჩემი მიცემად, არამედ ვიეთ და განმზადებულ არს მამისა მის მიერ ჩემისა. არამედ ვით და განმზადებულ არის მამისა მიეს ჩემ. ანუ მარჯვენით და მარცხენით დაჯდომასო მე კი არ ვგეგმაო თუ მე კი არ ვადგენო. უკვე გამზადებული არის მამა ჩემისგანო რა. ანუ მე უკვე ვჯდები მარჯვნივო, მამა ჩემის მარჯვნივო და ამათ კიდე რაღა უნდა თუ გესმის და საქმე იმაშია, რომ ქრისტე კი არ დაიცვავს მარჯვნივ და მარცხნივ ხალხს. არამედ უკვე ქრისტე ჯზის მამის მარჯვნივ. ესე იგი, მამა არის გადამწყვეტი პირი, რომელიც ირჩევს მარჯვნივ ვინ დაუჯდება და ვინ არა. ანუ ქრისტე აღარ ირჩევს უკვე რა. ქრისტე უბრალოდ სასჯელს მიუსჭის იმ ხალხს, ვინც დასასჯელია, მაგრამ მამა არ შისო, გეუბნება. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ ქრისტეს გვერდით დავჯდებით ყველანი, მაშინ მამის არჩეული ვიქნებით ჩვენ. გესმით, რა შეასაქმე? რქვა
რქვა მათი ესო სასმელი სამი ჩემი შო. ვითარცა ესმა ესე ათთა მათ განისხნენ ორთა მათ ძმათად და ეწყინათ იმ ძმებს რა ხოლო იესო მიუწოდე ხოლო იესო აი იესო არის აქ და არა იესო იესუდ მოხსენიებული არის იესო მოუწოდა და რქვა აწყითა რამე თუ მთავარნი წარმართთანი უფლებან მათ ზედა და დიდნი ხელმწიფებანი მათ ზედა. დავიღალე მეგობრებო რა მე გავაგზავნოთ ეს ქრისტე რომ ღვთისმთავრებასაც ვნახეთ ჩვენი ეკლესია იმ ჭაბუკივითაა რომელზეც ლაპარაკია მათე სახარება 20 მე-20 აი ეს მაინტერესებს ახლა მათე სახარება 20 მათე 20 მაშინ მოუხდა იესო დედაი ძეთა ზებედეს ძეთაი და ძეთა მისთა თანათაყვანისცემდა მას და თხოვდა რამსმეს მისგან ხოლო თავად მან რქვა მას რაი გნებავს რქვა მას თქუ რაითად დასხდნენ ორნი ესე ძენი ჩემნი ერთი მარჯვენით შენსა და ერთი მარცხენით შენსა სასუფეველს და შენსა მიუგე იგივე ადგილზე მივედით იესო და რქვა მათ არა იცით რა საითხოვთ ძალგიცა შესმოთ სასუმელი რომელი მეგულების შესუმად ანუ ნათლის ხებაი რომელი მე ნათელი ვიყო ნათლის ხებად ხოლო მათ რქვეს ძარგვიც ჩვენი ეკლესია იმ ჭაბუკებივითაა რომელზეც ლაპარაკი ეხლა შედარება მივხვდი რაც დავწერე ანუ მე შევადარე ჩვენი ეკლესია ანუ მართლმადიდებლური ეკლესია აი ამ ორ ზებედეს ძეებს ძალგვიც შეგვიძლიაო კაცო დავჯდებითო შენს გვერდითო რაღაცა და ქრისტე ეუბნება რომ კარგითო რა ჯერ თქვენ თავის მიხედეთო ისმით ანუ ჩვენი ეკლესია ხო გეუბნება იმას რომ აი მოდი და სასუფეველში და დაგადებს თავზე ხელს და ის შეგიწყალა და ეს გაგიკეთა და ის გაგიკეთა გეგონება უკვე ქრისტეში არის გასხივოსნებული რა და საქმე იმაში რომ თვითონაც არაფერი არ შეუძლია და ვიღაცებს ატყუებს რაღაცეებს რა და აი ამის გაგებას ამას რო არ განიხილავენ ეხლა ეს როგორც ჩვენ განვიხილავთ ეგ ძალიან მაგრად ეხავს იმიტომ რომ მარტო ის რომ აი ესე უნდა გადაიშლებოდეს და თითოეული ფრაზა უნდა განიხილებოდეს თითოეული მუხლის ყრა მაგას ქვია და არა ის მუხლებზე რო აჩოქებენ ხოლმე ხალხს მუხლის ყრა ქვია ამას ხალხო მუხლებზე დაჩოქვა და ესენი რა ქვია მეტანია ნიშნავს იმას რომ აი ეს მუხლები იკითხოთ მუხლებზე იჩოქოთ ხო და ამას არ აკეთებენ სამაგიეროდ და ჩამთავრდა ის წირვა და მორჩავს არ ვიცით რა ილაპარაკეს რა თქვეს რა გააკეთეს იქ რა იყო იქ რა მოხდა არც იმას გვაჩვენებენ აბსოლუტურად აი როგორ აკეთებენ იცი რომ სანამ ადამიანი გონსმოვა უკვე წირვა დასრულდა ისე რომ ვერაფერი ვერ გავიგე 2 წელი თუ 3 წელი დავდიო და ერთი სიტყვა ვერ გავიგე რა ხდება იქ რა ისე აკეთებენ როცა უნდა ახსნა ადამიანმა ხუდელი თუ ხარ კაცო მღუდელი რისთვის გაკ იმისთვის თქვა ხო და აქედან გამომდინარე მეგობრებო აი ესე შევადარეთ თურმე ჩვენი ეკლესია ჭაბუკივითაა რომელიც
რომელზეც ლაპარაკია მათეს ახარება 20:22-ში თქო რა. მართლა ეგრეა. რაც შეეხება ეს იყო ჩემი ამოწერები, ეხლა მე კიდე ალბათ საინტერესო რაღაცებს და როდესაც მე დავიწყე ძველი აღთქმის კითხვა, კინაღამ იმ ფაქტმა დამარტყა, რატო იცით? ყველა სიტყვაში ვხედავდი, რომ ეს საქართველოსია და საქართველოს ტერიტორიაზეა საუბარი. და კინაღამ იმ ფაქტი მივიღე და გადავდე და აღარ წავიკითხე. სანამ სამოციქულო ეკლესია არ აღიარებს, რომ საქართველოსია ყველაფერი მომხდარი ის, რაც ქრისტეს ეხება, მანამდე მე ვერ წავიკითხავ მაგ ვერც ბიბლიას და ვერც ძველ აღთქმას. ისა ბიბლიას ახალ აღთქმას კი წავიკითხე და აგერ ამოვიწერე კიდე რაღაცეებიც კიდეც და კიდე რამდენიმე ამოვიწერე, რაც ახლა აქ არ მაქვს, მაგრამ საქმე იმაშია, რომ აი ძველი აღთქმა რომ მაგალითად ენოქის წიგნი რომ ვთარგმნე, ხო? ძველი აღთქმა ენოქის წიგნის, სხვა კი არაფერი, ძველი წერილებია. ენოქის წიგნი რომ ვთარგმნე, ნოეზია ხალხო საუბარი. და ნოე ვინ იყო? ნოე სვანი იყო ხალხო. მოკლედ ერთი სიტყვით რა. წავედი ხოლმე. აი ეს ჩამოთვლილი ყველა ადგილი არის ქართული სიტყვები და ქართული ადგილები. ვისაც არ გჯერათ, აი ახლა ეგ მადარდეთ კიდე რა. გეძინოთ უკუნითი უკუნისამდე. ამინ. ღმერთმა დაგიფაროთ, კაცო გამოგაფხიზლოთ. ღმერთმა. ერთი სიტყვით ჩვენ შესულები ვართ მზის პორტალში, გასაღები ხელში გვაქვს. ისევ და ისევ. ანიდა ჰოემ მოგცა ეს გასაღები. ანიდა ჰოემ მოგცა გასაღები. ანუ ქრისტემ ლაზარეს აღდგენით. გილოცავთ მეგობრებო, ლაზარე უნდა აღდგეს. ალბათ ეხლა ეს ტყუილად არ ამიღია ხელში ეს ბიბლია, აი ამ ბიბლიაში აბსოლუტურად ყველა სიტყვა არის სავარაუდოდ ძველი ქართული სწორედ ისე გამოთქმული, როგორც უნდა გამოითქმებოდეს და აი ეს გვაძლევს მზის პორტალში შესასვლელ კოდებს. მაგალითად, აი როგორც აქ შევედით მზის პორტალში, აი ამით რა. კარფანჯრით. Ja. კითხვები ხომ არ გაქვთ? კითხვები ხომ არ გაქვთ? მეჩნდება. ბოდიში დამთქნარებისთვის. აი ესეთ რაღაცებზე რატო იხდიან ხოლმე ბოდიშს მე ვერ ხვდები რა. აი ძალიან დებილობაა მართლა. ბუნებრივ რომ გამთქნარებს და ბოდიში რომ უნდა მოხდა. არ უნდა მოიხადო ბოდიში. რა კარგად დამეხვათ მე ვინახეთ. სხვაზე ესე მეხვევა ხოლმე ძალიან საყვარლად. კითხვები არ გააქვთ? აუ ის ძალიან მაგარი რაღაც გავიგე რა. აი ეს ძალიან მაგარი რაღაც სულ სხვანაირად გავიგე ხაზე ხარ. ესე იგი როგორ წერია? მოდი ძველ ქართულშიც გადავამოწმოთ რა. ყოველი მამროვანს, რომელმაც განაპოს საშო უფლისწმინდა ეწოდესო. ლუკას 22 ლუკა 2:3. მოდი ნახოთ აბა აქ ძველ ქართულში როგორ წერია. იქნებ შეცდომით არის იქ ახალში. ლუკა 2:3. ლუკა სადახარ ლუკა. ესე იგი როგორო ლუკა 2:3-ო 2:23. ვითარცა წერილ არსს ჯულსა უფლისასა რამე თუ ყოველმან წულმან რომელმან განაღოს საშოი წმინდა უფლისა ეწოდოს. აქ უფრო კარგად წერია. წულმან, ნახე?
წულმანო, უფლის წული, ხო არის? წული არის მამრი. იქ წერია მამრიო და აქ წერია წულმან. ვითარცა წერილა არსს ჯულსა უფლისასა რამე თუ არა, რატო ეუბნება ამას? და რაჟამს აღესრულდეს დღენი იგი განწმენდისა მათისანის ჯულისა მისაებრო მოსესისა აღმოიყვანეს ყრმა იგი იერუსალემს წარდგინებად წინაშე უფლისასა. ვითარცა წერილა არსს ჯულსა უფლისასა რამე თუ ყოველმან წულმან რომელმან განაღოს საშოი წმინდა უფლისა ეწოდოს. და მიეცემათ შესაწირავი ვითარცა თქმულ არსს ჯულსა უფლისასა ორნი გურიტნი ანუ ორნი მართვენი ტრედისანი. ამას ხო ჭირავდნენ ეს ძველი ახლა ორი გურიტნი ანუ ორი ტრედიო რა. მაგრამ მე ეს მაინც ვერ გავიგე რა. ვითარცა წერილა არსს ჯულისა უფლისასა რამე თუ ყოველმან წულმან რომელმან განაღოს საშოი. ესე იგი რას ნიშნავს ახლა ეს რა? აქ ისე აღვიქვი როგორც პირველად აღვიქვი. ყოველმან წულმან რომელიც დაიბადოს დედის საშოდან. აი ესე აღვიქვი და ესე წერია ძველ ქართულში პირდაპირ ეგრე წერია და სწორად გამიგია მაშინ. რომელმაც განაღოს საშოი წმიდა უფლისა ეწოდოს. ყოველმან წულმან. წული არის იგივე მამრი, ანუ ძე. ანუ ყოველმან ძემ, რომელმაც განაღოს საშოი, გააღოს ესე იგი საშო, ესე იგი გაიაროს, გამოვიდეს საშოდან და არა კეისრიდან, საკეისროდან, წმინდა ეწოდოსო. გესმით? წმინდა არ ეწოდება იმას, ვინც საკეისროთი დაიბადა. ძველი აღთქმის მიხედვით. აი, ანუ დაერხათ საკეისროთი გაჩენილ ბავშვებს, ვეღარ შეირაცხებიან წმინდანად. სავარაუდო. კარგით, ახლა მეგობრებო, წავედი. გაკოცეთ, ნუ გააჩენთ ბავშვებს კეისრისთვის, გააჩინეთ ქრისტესთვის. ამიტომ საკეისროები თუ ძალიან ისეთი შემთხვევა არ არის, დაზოგეთ. კარგით? და